Ama წლის 28 მაისს შეპესე ხიფშენი და გვირაბები 99-ის წარმომადგენლები მოვიდნენ სოფელ ბაკურციხეში ხიდის ბურჯების შესაკეთებლად. მათ ესაჭიროებოდათ მზარეული და ბინა ესაჭიროებოდათ მუშებისთვის. მე მივაქირავე მათ ბინა და ამიყვანეს მზარეული. 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად თანამშრომლობდით ძალიან კარგი, ჩემთან ცხოვრობდნენ მუშები, იყვნენ უზომოდ კმაყოფილები, დაიბარეს წარმოების უფროსი გუბერნატორის მოადგილე სიბაშვილთან და უბრძანეს კატეგორიულად, რომ გაეწყვიტა ჩემთან ხელშეკრულება, იმიტომ რომ მე ვარ ქართული ოცნების აქტივისტი. რა თქმა უნდა, წარმოების უფროსმა პირველად გაიგო, რომ მე ვიყავი ქართული ოცნების აქტივისტი. რის შემდეგაც მან უთხრათ, რომ ამ მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის ყურადღება არავის არ მიუქცევია. არავინ არ გამოცხადებულა და არ დაინტერესებულა სად ცხოვრობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, რა პირობებში იყვნენ. შემდეგ გურჯაანის გამგეობიდან კულტურის განყოფილების გამგე ნიკა ნიჟარაძე და ჩვენი სოფლის დეპუტატი მოვიდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ მათი საცხოვრებელი პირობებით. რა თქმა უნდა, სახლში არ შემოსულან და კატეგორიულად უბრძანეს წარმოების უფროს, რომ გაეუქმებინათ სასწრაფო და სასწრაფოდ დაეტოვებინათ ჩემი სახლი. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გაუწიეს, სიტყვიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. რის შედეგადაც მეორე დღისით წარმოების უფროსი გაიხმეს წარმოებიდან, ესე იგი სამშენებლო წარმოებიდან, გამოგზავნა მეუშები იძულების წესით გუშინ გაიყვანეს ჩემი სახლიდან. კონტრაქტი ჰქონდათ დადებული ოფიციალურად? კი, მქონდა კონტრაქტი დადებული 3 თვიანი, რომ 3 თვე უნდა მომსახურებოდი მე მათ მზარეულად. და ხელი მოაწერეთ ორივე მხარემ ამ კონტრაქტს? ხელი მოვაწერეთ ორივე მხარემ. ასლი გააქვთ? არ მაქვს, ასლი არ მოუწია. როგორც ვიცი, მე საგზაო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არის, რაც გავსვიანი, მე მგონი იმის დავალებით მოხდა ეს ყველაფერი და რამდენადაც ვიცი, თვითონ ადგილობრივი წარმომადგენლები და ესე გურჯაანის რაიონიდან იყო დარეკილი და კატეგორიულად იყო ნაბრძანები, უпростоრად გოგიტა სიბაშვილის მიერ, რომ სასწრაფოდ შეწყვეტილიყო ჩემთან ეს კონტრაქტი.